ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2018 წელი ამოცანა ნომერი 5. უმასო ჭოჭონაკზე ძაფით გადაკიდებული სხეულების მასების შეფარდება 5 ტოლიაო. თავისუფალი ვარდის აჩქარებაა G და გეკითხებიან რისი ტოლია ამ სხეულების აჩქარება. მოდით ეს სურათი გავადიდოთ ასე. და ეხლა რა ძალები მოქმედებს ამ სხეულზე მოდით დავწეროთ. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებდეთ, მოდით ასე მოვიქცეთ, ეს იყოს დავუშვათ პირველი სხეული, ეს იყოს მეორე სხეული. რადგანაც მასების შეფარდება 5 ტოლიაო, ну თუ დავუშვებთ რომ M2 არის 5M-ის ტოლი, მაშინ რადგანაც შეფარდებები 5 ტოლია, მაშინ M1 M-ის ტოლი უნდა იყოს, ხო? ასე. და ეხლა ჩავწეროთ რა ძალები მოქმედებს ამ თითოეულ სხეულზე. ამ მეორე სხეულზე მოქმედებს MG სიმძიმის ძალა, M2G სიმძიმის ძალა. პირველ სხეულზე მოქმედებს M1G სიმძიმის ძალა. თუკი პირველი მეორე სხეულზე მოქმედი ტედაჭიმულობის ძალა ზემოთ იქნება მიმართული, ნიუტონის მესამე კანონიდან გამომდინარე, ჭოჭონაკიც იგივე ტედაჭიმულობის ძალით უპასუხებს. ანალოგიური სიტუაცია იქნება აქაც, ასე. ამასთან ეხლა მოდით ასე მოვიქცეთ, თითოეულში დავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი, თუმცა სანამ ამას გავაკეთებთ, მოდით შემოვიტანოთ y ღერძი. y ღერძი მიმართოთ მოძრაობის მიმართულებით, რადგანაც M2 უდრის 5M მასის სხეული, M1 მასის სხეულზე მეტი არის, შესაბამისად აჩქარება მეორე სხეულის იქნება y ღერძის გასწვრივ ასე მიმართული, ხოლო პირველი სხეულის აჩქარება იქნება ასე y ღერძის საწინააღმდეგოდ მიმართული. ეს აჩქარებები, რადგანაც ეს სხეულები გადამული არის, რა თქმა უნდა, სიდიდით ერთმანეთის ტოლიერი, მაგრამ როგორც ხედავთ, მიმართულებით განსხვავდებიან და დავწეროთ ეხლა პირველ შემთხვევაში, პირველ სხეულზე რა ძალები მოქმედებს? მოქმედებს M1G სიმძიმის ძალა, აგრეთვე მოქმედებს T დაჭიმულობის ძალა და ეს ძალთა თქმედი ნიუტონის მეორე კანონიდან გამომდინარე, ამ M1 მასის სხეულს ანიჭებს აჩქარებას და ეს ძალა ტოლია მასისა და აჩქარების ნამრავლის. მეორე შემთხვევაში ანალოგიურად M2G მოქმედებს მეორე მასის სხეულზე, აგრეთვე T დაჭიმულობის ძალა მოქმედებს და ეს ტოლი არის ძალთა თქმედი M2-სა და აჩქარების ნამრავლის. ეხლა მოდით დავაგეგმილოთ, დაგეგმილება რას მოგცემს. M1 არის M-ის ტოლი, M-ჯერ, G და Y ღერძი ერთი წრის გასწვრივ იყურებიან, შესაბამისად დადებითი G ექნება. T ორივე შემთხვევაში Y ღერძის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, ამიტომ -T გვექნება, ეს უდრის აჩქარება პირველ შემთხვევაში და Y ღერძი სხვადასხვა მხარეს არის, იყურებიან, სხვადასხვა მხარეს, ამიტომ აგვექნება -M1G-რა, M1M-ია, ამიტომ აგვექნება -M-ა. ანალოგიურად მოვიქცეთ მეორე შემთხვევაში M2 არის 5M-ი, G ანალოგიურად აგვექნება G, T-ც აქ -T გვექნება, ეს ტოლი იქნება. მეორე შემთხვევაში აჩქარება და Y ღერძი ერთი წრის გასწვრივაა და გვექნება პირდაპირ 5M-ა, რადგანაც M2 5M-ის ტოლია. და მოდით ახლა აქედან როგორ მოვიქცეთ? აქედან ჩვენ შემდეგი რამე შეიძლება გამოვიდეთ, გამოვიწყოთ აქედან. ქვედას გამოვაკლოთ Z-ა. უბრალოდ ქვედას, ხო, ქვედას რო გამოვაკლოთ Z-ა, რას მივიღებთ? 5M-ს რო გამოვაკლოთ M-ს მივიღებთ 4M-ს. -T-ს რო გამოვაკდება, -T გაბათილდება, ხო? ანუ ეს ტოლი არის 5M-ს გამოკლებული კიდე -M-ა, 6M-ს ტოლი გამოგვივა აქა. SM-ები გაგვიბათილდება, შეგვეკვეცება 4 და 6-ით შეგვეკვეცება, აქ დაგვრჩება 2, აქ დაგვრჩება 3. აქედან გამოგდის რომ 2G უდრის 3-ას, საიდანაც საბოლოოდ თუ დავწერთ ახლა ჩვენ პასუხს. აქედან აჩქარებისთვის მივიღეთ რომ აჩქარება ტოლი იქნება 2G მესამედის შესაბამისად პასუხი არის D.